ჩვენი კოლაბორაციის პირველი რეცეპტი. ამ სალატს განსაკუთრებით ხდის მოხალული კინოა, მაგრამ ჯერ უნდა მოვხარშოთ. და ძალიან ხშირი კითხვა, რამდენი წყალი უნდა დავუმატოთ კინოას? იდეალურია, როცა 1:2-თან არის პროპორცია. მე იცი რა მაინტერესებს, რომ ძალიან ხშირად ამბობენ, რომ კინოა ნახშირწყალი არ არის, უფრო არის ცილოდა. ეს ვფიქრობ მაგ თემაზე. მაინც ნახშირწყლების ჯგუფს მიეკუთვნება, თუმცა რთული კარგი ხარისხის ნახშირწყლებით, რადგან უჯრედი ისეთ არის პიკარი და ცინებსაც კარგი რაოდენობით შეიცავს. წავიყვან ახლა მოსახლეში. სანამ კინოა იფარშება, მოვამზადოთ მარილით და პილპილით ორაგულით გამოსაცხობად. ზედს აღარ გამოვიყენებ, რადგან თვითონ საკმარისი ცხიმი აქვს და აერობრილში ან ღომელში შეგიძლიათ გამოვაცხოთ. ესეთი ულამაზესი ყვითელი აბაკის სეზონი დადგა. ან სეზონური პროდუქტები საუკეთესოა ჩვენი ჯანმრთელობისთვისაც და გარემოსთვისაც და მაქსიმალურად უნდა გავაყენოთ. პლუს მე ძალიან მიყვარს ცოცხლად აბაკის და ისპანიხის გამოყენება სალატებში და მაინტერესებს რამე ბენეფიტიც აქვს თუ არა ამას. განსაკუთრებით სეზონზე ძალიან ნორჩი ახალი ფოთლები აქვს ისპანახს და აბაკიც ძალიან მსუბუქია, ამიტომ მოსანელებლად ძალიან კომფორტულია და გარდა ამისა ბევრ წყალს შეიცავს. წითელი ხახვი შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტს, ანტოციანინს, რომელიც ზუსტად მისი პიგმენტის ფერს გასაზღვრავს. კინოა მოიხარშა, მოხარშვისას წყალს ბოლომდე იწოვს. გადმო გვაქვს მოხალული კინოა, სალატს მატებს უფრო სიხრაშუნეს. ცხად ზეითუნის ზეთს, ვაყრით მარილს და მიგვაქვს გამოსაცხობად. მსუბუქი დრესინგისთვის გამოვიყენოთ ბირთვული იოგურტს, დავუმატებთ ლიმონის ცედრას, დავუმატოთ გახეთილი ინჯერი და ასევე ნიორი, რა თქმა უნდა, გემოვნებით აუცილებლად დაგვჭირდა და პილპილი, მარილი. გამომწვარვალ ჩანგლით დავშლით. ვიწყებთ აწყობას, ყველა ინგრედიენტს ვათავსებთ ერთად თასში. ძალიან კარგად გამოვიყენოთ. მუსიკა მოდის. დავუმატოთ ორაგული. დავუმატოთ. ვამატებთ სეზამს. დამატებითი ცხიმებისთვის. გემრიელია. ძალიან და ბევრი სხვადასხვა სტრუქტურა აქვს. ძალიან მოწონს.